გამარჯობა დილამშვიდობის მეგობრებო როგორ ახართ მოკლედ მოგესალმებით ყველას ჩემი YouTube-ის არხის გამომწერებს ჩემს მეგობრებს და ყველას სულ ეხლახანს გავიგე თურმე კანადიდანაც მიყურებენ თურმე და ძალიან მოსწონთო შენი ვიდეოებიო და უბრალოდო რჩევა არისო რომ დიდხნიანი ვიდეოები არ გადაიღო რა კარგი მეთქი არ გადავიღებ დიდხნიან ვიდეოებს მოკლე ვიდეოები უფრო საინტერესო საყურებელიაო მაგრამ არის ერთი რამ ჩემი ვიდეოები არის შემეცნებითი არის ის რომ აი მე გადმოვცემ იმას და მინდა ნახოთ ის თუ რას ვაკეთებ მე როგორ მუშაობ როგორ მივდივარ როგორ მოვდივარ და ყველაფერი ანუ ყოველდღიური ძღოლის რუტინა ამერიკაში დღეს დავიწყე ვიდეოების გადაღება რაღაცები გადავიღე და იმ დონეზე რომ აი იმდენი შეფერხებები მქონდა, იმდენი პრობლემები იყო და იმდენი ნერვების მოშლა მქონდა, რომ წავშალე ყველაფერი ვიდეოები და დავიწყე ახალი ვიდეოს გადაღება რა. ეხლა დავიტვირთე ყველაფერის ნერვიულობა, ყველაფერის ნეგატიურობა კადრს მიღმა დავტოვე და მოვედი იქამდე რომ განწყობით, ასე რაღაცა ისეთი განწყობით წავიდე და ჩავიტანო ტვირთი კალიფორნიაში. მიჩიგანში ვარ, დეტროიტში და კალიფორნიაში მივდივარ ისევ ბიჭებო, ისევ კალიფორნია, ისევ ლოს-ანჯელესი და ისევ შრომა და შრომა და შრომა. მოკლედ შევეცდები მაქსიმალურად რომ დიდი ვიდეოები არ დავდო. ჩემთვისაც რედაქტორებისთვისაც ცოტა რთულიც არის ასეც მაგრამ ვეცდები რომ აი მოკლე ვიდეოები დავდვა და საინტერესო რომ იყოს თქვენთვის რა როგორც გითხარით მიჩიგანში ვარ დეტროიტში და 2200 მილი მაქვს გასავლელი და უნდა ჩავიდეთ რა წინ ვიკენდები გვაქვს დასვენებები გვაქვს და ასე რომ ვთქვათ ნელა ასე სიამოვნებით და სიამთვილობით წავიდეთ და ჩავიტანოთ ეს ტვირთი რა ეხლა შემოგიტრიალებთ კამერას დაათვალიერეთ რაღაცეები ჩემ კამერას რაღაც ახალის მივეცი რა ქვია კონფიგურაციები რაღაცეები გადავაწყე და იმედია კარგი ხარისხის იქნება და მოგეწონებათ და გაგისტორდებათ რა ეს ყველაფერი ჩემო კარგები საწვავზე მინდოდა ეხლა შესვლა მეთქი საწვავზე შევალ თან გადავიღებთ ხო მაგრამ გადავიფიქრე იმდენი საწვავი მაქვს რომ ილინოისი გავიარო და აიოვაში ჩავისხა საწვავი რა ну შეგახსენებთ მოგეხსენებათ რომ აიოვაში ბევრად იაფი არის საწვავი ვიდრე მიჩიგანში და ილინოისში კი მე კომპანიის ძღოლი ვარ მაგრამ მაინც ვცდილობ რომ მოვძებნო იაფიანი საწვავი და ჩავასხა იაფად რა უბრალოდ მარტივად რო გითხრათ გადამთიელი არა ვარ ამ კომპანიაში დღეს დისპეჩერს ვეულებოდი აი იმ დონეზე გავწყარდი რომ მეთქი კაროჩე გამაგდეთ სამსახურიდან მეთქი რა გინდათ შემეშვით მეთქი მომეშვით არ მინდა მეთქი მუშაობა დამალებით თავი გამიშვით მეთქი სამსახურიდან ვაიმე არა ეგ არა უნდა იმუშაო წავედი რა მეც და აი დედას გებიწევით აი ცდილობ აი კბილებით მიკავია ნერვები რა ესე იგი
გეტყვით უბრალოდ რომ კალიფორნიიდან წამოვედი რამოდენიმე დღის წინ დღეს ჩამოვედი დილით კამფეტები ჩამოვიტანე მარმელადები ჩამოვიტანე და აი მე არ ვიცი რა აი არ ვიცი უბრალოდ აი პროტესტის გზობაც მიჩნდება ჩხუბის სურვილის მეწყება აი ყველაფერი ერთად რომ აი კამფეტების ქარხანაში მოვიტანე ტვირთი და აი უბრალოდ უნდა ნახოთ რა სიტუაცია იყო იქ ჯერ ხო ესე იგი მთელი ტრაილერი გავათახსირე ტალახში მერე რა ვიცი გატყავებული მტარიჩიტები ბაყაყები ერთი გველი არ იყო მარტო და რაღაცა უჟასით ვარა რა ვიცი საშინელება იყო რა და ბიჭო ეს ხალხი მას დაძდევენ რა ქვია შრომელ პატიოსან ხალხს დაძდევენ და იმას რატო არ უყურებენ მაგალითად აი საიდან უნდა წავიდეს კამფეტები რომელიც ბავშვებმა უნდა ჭამონ და არა მარტო ბავშვებმაც და ძალიან ვინერვიულე დაცლაზე მე დასატვირთად მოვედი ახალი ტრაილერი უნდა ამეღო ძველი უნდა დამეტოვებინა ძველი ტრაილერი ძალიან მაგარი ტრაილერი მყავდა 1-2-3 კვირა იმით ვიარე და ვაფშე მაგრა გამისწორდა ძალიან მაგარი იყო და ну короче რა წავედი ის ტრაილერი დავტოვე ჩემს მაშინ რა ქვია ქარხანაში და ავიღე ახალი ტრაილერი მივედი რა ტრაილერის ასაღებად მივედი და საოცრება რაღაც დაღეჭილი გამაიმუნებული რაღაც გათახსირებული ტრაილერი დავიწყე ჩამოა არც ემბებოდა წესიერად მე დაურეკე დისპეჩერებს და მეთქი ეს ტრაილერი ჩვენია მეთქი არა ეგ ჩვენი არ არისო ეგ არ ჩაიმბაო ეს და ნუ მოხდა ისე რომ შეცდომით მომცეს სხვა ტრაილერი და ოხ საოცრება იქა წვალება დამჭირდა ლოდინი დამჭირდა და ბევრი რო არ გავატრაკო ჩავედი ტრაილერი და ჩვენი ტრაილერი ჩვენი კომპანიის დატვირთული ტრაილერი ჩავიმდი და უნდა წავიდე ხა კალიფორნიაში და გავაკეთო დრაპენ ჰუკ ანუ დრაპენ ჰუკ არის ესეთი რაღაც ანუ მივიდე ჩავხსნა და დავტოვო იქ ავიღო მე დატვირთული ტრაილერი და უკვე წავიდე ახალ პიკაპზე ლაივში დასატვირთად და ჩამოვიტანო ანუ სად წავალ უკვე აღარ ვიცი სად გამიშვებენ ალბათ დიდი ალბათობით ისე მიჩიგანში მომიწევს წამოსვლა და მიჩიგანში მომიწევს ლაივში დაცლა აი ეს არის სულ რა ესეთი შესავალი გამომივიდა და ძალიან გავწვალდი დღეს 12 საათია როცა აი გეგმავდი რომ სადღაც 8 საათზე უკვე ჩავიბავდი ჩემ ტრაილერს და წავიდოდი ну მაგრამ რა ვქნათ ეხლა ამ სამსახურს ესეთი რაღაცეები მოსდევს ხოლმე რა ეს პრობლემები რა პატარა პრობლემუკები მაგრამ მე არ მჭირდება ეს პრობლემები მე და უცებ ყველაფერი თან საჭველიც არა მაქვს მე რაღაც საბუთები ამოსაბეჭდი მაქვს კიდე და რაღაცეები გასაკეთებელი ანუ დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ძალიან ბევრი სარბენი ვარ და ყველაფერი უნდა მოვასწრო აი ნებრასკაში ვარ ახლა ვიჩი ბევრი არ მივლია და თელი ნებრასკა მაქვს გასავლელი ნახეთ რა მაგარი ადგილია როგორი სილამაზეა ნახეთ გამწვანება ყვავილები მცენარეები აი ის არის რაც მე მიყვარს ყველაზე მეტად ჩემო კარგები
ეს გამწვანება და სუნი სასწაულად მიყვარს რა და წარმოიდგინეთ ახლა სადაც მე ვარ აი რესტორანზე აი ჩემს უკან სულ არის ფართობები ყანები არის სულ და დრონის აპლიკაცია ჩავრთე რა მეთქი აბა თუ შეიძლება ფრენა თქო და ირე და სულ გამწვანებულია იფრინე რამდენიც გინდა აქ არაფერი არ არის აღედ როგორი ისინი აქვთ დასაჯდომები მთელი ამბები კაროჩე და აი შეხვალ დაждები გადახურულია არ დაგაწვიმს არ დაგათოვს შეხვალ დაждები საჭმელს შეჭამ ბატონო ჩემო და ძალიან მაგარია რა კარგია მომწონს ესეთი რაღაცები მიყვარს მე არ მიყვარს ეს ბეტონები და ქალაქები და მომკალით რა არ მიყვარს აუ ეხლა ძალიან მეჩქარება არა და დრონის ჩართვა მინდა მაგრად რომ ეს რესტორანი მინდა როზევიდან გადავიღო არა და მაგრამ ჩქარობდა 1-10 წუთი არაფერი არ უჭირს მე მგონი რომ გავაფრინო დრონი რა ითქვა შეიძლება გაფრენო ესეთი ამბავია ნებრასკის შტატში ვარ იორკში ვარ სავარაუდოდ იორკ სიტიში 260 მილი დარჩა კოლორადომდე რო გადავიდე კოლორადოში და ვიცი აი ეს არის სულ მთელი ნებრასკა ძალიან საინტერესო რაღაცების გადაღება შეიძლება ამ შტატში ძალიან მაგარი შტატია მოგეხსენებათ ახლა თქვენ იცით მე ნადირობა მიყვარს თევზაობა და აი ეს შტატი ამ ყველაფერს იძლევა აი როგორ იცით აი ძალიან მაგრად და ძალიან მარტივად აი ვისაც იარაღი უყვარს და ნადირობა და თევზაობა უყვარს ძალიან მაგარი შტატი არის ნებრასკა არაერთხელ მითქვია და კიდევ ვიტყვი რა ნუ ძირითადად მეურნეობა მესაქონლეობა კაროჩე და აი თვითონაც ტიპები ადგილობრივები ჩოულებრივი ესეთი ბიჭები არიან რა ეს კაზაჩოკები ჩაცმულები და ჯინსები რაღაცები და ნუ ამბობენ რომ კაროჩე ჩვენ ვართ სოფლელებიო რა ესე ამბობენ და ძალიან მაგარია მე მომწონს მე მიყვარს სოფელი და მიყვარს აი ეს მეურნეობა ბუნება ხეთხე ბაღი ყვავილი ყველაფერი ანუ ქალაქს აი არჩევანი თუ მექნება 100% ვარჩევ სოფელს სოფელი ჩემთვის არის პირველი ვიდრე ქალაქი მიუხედავად იმისა რომ ეს სოფელი არ მქონდა და საჩემდა საბედნიეროდ შევიძინე მაქვს და ასე რომ ვთქვათ ბედნიერი ვარ რა მაგრამ არის ერთი მაგრამ რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩემს სახლში ჩემს სოფელში ყოველდღიურობა იქ ცხოვრება ჯერჯერობით არ მიწევს აი ეს არის ნებრასკა და წარმოიდგინეთ ახლა მთელი აი ეს მარჯვენა მხარე და ეს მარცხენა მხარე სულ არის სიმინდი სულ დათესილია სიმინდი დათესილი არის პური და აი ახლა მარცხენა მხარეზე თუ გამოჩნდება დააკვირდებით აი აქ მარცხენა მხარეზე ეს შენობა დგას ესეთი ნაგებობა სახლი აი ესენი არის სულ ყველა რეზერვუარები შესანახები სიმინდის და ამემისი რა მეურნეობის და ამაში ინახავენ ამაში ყრიან სიმინდებს ამ რეზერვუარებში და იმგენში რო იღებენ და მე ამას უკვე ანაწილებენ ყიდიან და ნუ ერთი დიდი სოფელი არის ნებრასკა ასე რომ თქვა ჩემო კარგებო და მე მომწონს რა მიყვარს ძალიან ეს შტატი კალიფორნიაში უნდა ჩავიდე დროულად ჩქარობ და იქედანაც ისე ტვიტი ჩამიგდეს გუშინ დისპეჩერებმა რომ რავი რაღაცა ძალიან მაგარი და უნდა ვიჩქარო რა გადარბენები მიწევს
რამოდენიმე დღეში იუბილარი ვარ. ხო და ერთი-ორი დღით მინდა ოჯახში სახში შევიდე და ცოტა ისეთ თემებში ვარ, რა ვჩქარო, იქი წადი, წამოდი და გადაღებებით ბევრ რაღაცებს ვერ გადავიღებ, მაგრამ ვეცდები რომ კარგი რაღაცები გადავიღო რა და საინტერესო იყოს. მთლიანად ვაკე არის ნებრასკა, არ არის მთაგორიანი. აი ესე პირდაპირ მოდიხარ, კრუიზ კონტროლს ჩართავ და მიდიხარ შენთვის რა. საწვავიც არ არის ძვირი. და აი კარგი შტატია რა. აი ძალიან ბევრი ტრაქერისთვის, აი ტრაილერის ძღოლისთვის, ძალიან ბევრისთვის, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი სასურველი ლოკაცია არის სამუშაოდ რა. საწვავის სიაფის გამო და იმის გამო რომ აი თები არა, გორები არა და ესე ვაკეზე გიწევს სრიალი ციარული რა. ესე იგი რომ უყურებ ხო? რამხელა აი რა შოუ ბიჭო შენი დედავატირე რა შოუ რას? წყვიტი აუ რა უწერია კარებზე ნახე პუტინ ხუილო. აუ საღოლწმაო. პუტინ ხუილო. აი საღოლ ბრატ. ბიჭო გარეთ აი მაგ წარწერის გულისთვის არ გაგიდებ ახლა თორე საგინებელი ხარ უეჭველი რა მაგრა უწერია ვეიცადი ამას ტელეფონით უნდა გადავიღო უეჭველი საღამომშვიდობის მეგობრებო რა ხართ აბა მოკლედ კოლორადოში გადმოვედი და ესე იგი არ მაშვება რა საცობი ვერა და ვერ გადავედი პერევალზე რომ გავჩერდი რა ყურები მაქვს ისეთი დაჩედილი რომ არაფერი არ მისვლის გულში ესე ვდგევარ საცობში და მთელი დღეა ესე ვწვალობ საცობიდან გასვლას არა რა როგორც გვირავში არ დავდგეთ ახლა საცობში იზენჰოვერის ტუნელი არის ეგ ბიჭებო 1973 წელს არის გაჭრილი და აშენებული. აჰა. აი გვირავში შევედით. უკვე თავდაღმართიც დაიწყო რა. ზოგადად თავაღმართში რთულია ტრაილერის დაძვრა მაინც იწევს პატარ-პატარა უკან სანამ გაზ ჩადგა წეგან დამიგორდა პატარაზე და ეს დეგენერატები პირდაპირ ბოდიში და ტრაქში გიძვრებიან უკნიდან არ დაგიტოვებენ მანძილს საერთოდ ვია ძალიან მაგარი. აი აქედან იხსნება ულამაზესი ხედი. აი ძალიან ლამაზი ხედი იხსნება აქედან. რომ გადავალთ თან აქ საკმაოდ დიდი მანძილი არის. დასავლელი მითი რა. თავდაღმართი 6%-იანია. 6%-ია თავდაღმართი და ტრაილერებისთვის 35 მილი/საათში არის ასე რომ ვთქვათ სამოძრაო ზოლი, აი ის თავდაღმართში.
ანტი შვილი მივდივარი გიტო ხშირად ჩადები თვითონ და მაგრამ დღეს არ ამგონია ეგ თემა რო გამოვივიდეს მართლა გითხრათ ცოტა დავიღალე კიდეც ამიტომ და დავისვენ ახლა აი ამ პერიოდს გადავალ და სადმე რესტარიაზე გავჩერდები პროცენტიანი თავდაღმართია შემდეგი 7 მილი და ნახეთ როგორი სურათი იხსნება აქედან ძალიან მაგარი ხარ ბიჭო მიყვარხარ კოლორადო მიყვარხარ გარმინი ტვის დუშები ჩამახლა რა დავეპაშო ჩერდაც დავეშვით აბა წარმოიდგინეთ იქედან რომ მოდიხარ ეხლა წინა რეისი 42000 მეტოა და აი სულ ეს პერევალი რა ვიცი ამდენი მაილია დააწყვიტა მანქანა წელში 42000 მეტოა და აი ეს პერევლები ჩვეულებრივად გადმოვიარე მანქანით ცოტა engine brake და ცოტა მასვარო მანუალს ხარობდი კოლოფსი რა ასე ვთქვათ საკაიფოდ ამოვიარე და შემდეგ ჩამოვიარე და მუზეუმი მაინც ვორკვდები ეს პატარა მანქანები ამათ მაინც რა პრობლემა აქვს აქ სადაც კოლორადო სხვანაირია მაინც სხვა არა და იგი ესეთ ჩახასწორია ეს თავდაღმართი 7 მაილზე მეტია ბევრად დავაი ახლა მინდა მანუალში კოლოფი და წავიდა მექანიკური ტრანსმისია და გინახი რა ხო აი კაფსრატაჟი აგოს 15-ია დაშვებული სიჩქარე ტრაილერების 60 წუთია ამუარტყამეთე სიჩქარე აქვს თანდი ისე ამოვიარე კოლორადო წინა კვირაში სიძიმე 42000
42,000 LBS რა. ისე ამოვიარე, ამოვედი და ჩამოვედი, ძირს ჩავედი, რომ საერთოდ სუჭები არ გამხურებია ვაფშე. ძალიან მაგარია მანუალით სიარული და თავისთავად engine brake-იც გჭირდება ხო. მანუალში რო ჩააყენებ, სიჩქარე არ გაგირბის. ანუ კი გარბის, მაგრამ ისე მაინც არ გარბის, ისე მალ-მალე რაც ავტომატურ კოლოფს რა. ეხლა მე ისეთ ამ სიჩქარით მივდივარ, რომ არა მაქვს სიმეტვითი და თორე ეხლა როცა სიმეტვითი გაქვს, ხო? კოლოფს ხარ გააფუჭებ. გადაცემა და კოლოფს და უთხრელა ეხლა engine brake-იც იკავებს, კოლოფიც იკავებს და იმიტომ მივდივარ ესე თავისუფლად რა. თორმოსს საერთოდ არ ვხმარო. ერთი და 5-ზე არა, 1 და 4-ზე მიგავიაბაროთ. ასე 1 და 3-ზე. ცოტა მურტალი მოვაროდი. ალავაზია. გაზე თოვლი იქით თემზე თოვლი ანარჩენი. სახარე მინა მაქვს ძალიან ბინძური და შეიძლება არც გამოჩნდეს კარგად. თან ცოტა ის არის, რა ქვია. ოჯგუნული ამინდია. დავაი ჩაადგა ახლა მჭირდება არაზოს არ მივდივარ აქანე პირველ ზოლში ისია დაჭერხილი გზა სულ ეგერ გიქნებს ზაბორზე ნახეთ რა საბურავები მინარტყამი ზაბორზე სულ აქ მარჯვენა ზოლში ისე არის დაჭერხილი ანუ კალიას რო ეძახით ხო რაღაც ჩაკმავებები აქვს საბურავს გაგდებს მარჯვენა ზოლში ბორდიულზე გარტყმავიას ბორბალს და არაზოს მარჯვენა ზოლში მან არ მივდივარ ჩავა თავთიშა ვიდეოს გადაღებას და მე შემდეგს გადავიღებ იუტაში გადავიღებ ბიჭებო იუტაში ესე იგი პიკაპი რომ ყავდა თვითებზე რომ ამუშავებდი სულ დავდიოდი აღმართებზეც და აღმართებზეც მანუალით ანუ მექანიკური კოლოფით მექანიკურად ვთავდი რა და ამ ტრაილერზეც ესე ვაკეთებ ხოლმე მექანიკურში ვაგდებ იმიტომ რომ თავდაღვართებში ხო ეს ავტომატურზე რო გაკოლოფი და მენებული თავისებურად თავს ხან მე-12-დან მე-7-ში გადმოიტანს. ხან როგორ და მე ეტაპობრივად ვაგდები. აი ეხლა მაგალითად მე-12-ი ავდივარ ამასასწორში, მაგრამ აი ნახეთ დაპოვიდანე მე-11-ში. ეხლა როცა დაიწყებს აბაროტების კლებას გადმოვიდან მე-10-ში. შეუწყობდა ხელი რა ტრანსმისიას. ამ დროს იგი ამ თავაღმა ასეთ აღმართებში პიტაპის როდავს რა მე-12-დან მე-8-ში და მე-9-ში და ზაღვარ. აი ეხლა მე-10 სიჩქარე დავიდა
მეცხრე. ა? გადი ბიჭო, გადი. აუ, ჩემიგა. შე რა ხნა შეხედეს. აუ, შენი. ხوارი იახა ღირსი რო, короче. აურათე გენერატორები არიან, ესე პატარა მანქანები, короче. საზიზღრობას. ნახეთი იშლება კანა ნახეთ რა. მაგარი რესტორანია ერთი. აი აქ მინდა დრონის გაშვება, სულ აქ მინდა დრონის გაშვება და ვერ ვიცი რა. აი აქ შეხედე, აი აქ შეხვალ. აი მარჯვენა მხარეზე რესტორანიაზე. ადგილიც აღარ არის. აი მარცხენა მხარეზე. არჩი იქიდან რომ წამოვალ უნდა გავუშვათ რომ მეორე მხარეზე. ეს სირბანჯო ინაღამ დამამტრია სირმამ კვერცხი ნახეთ მეგობრებო როგორი ლამაზი ხედები იხსნება კოლორადოში აი აქ არის კიდევ ცოტა ქვევით სათევზაო ადგილები ტბები არის და წარმოიდგინეთ აი ტრაილერის ძღოლებისთვის სპეციალურად გასაჩერებლები არის რომ აი მოუნდეს ძღოლს თევზაობა ისეთი ადგილი არის რომ გაჩერდება და ჩვეულებრივად ითევზავებს და არავინ არ მოვა და არავინ არ ეტყვის აი შენ მან რატო გიხარ ძალიან მაგარია ძალიან ზამთარში არის აი აქ რაღაც საოცრება ხდება ой ლამაზი ხედებია ბიჭო. აი შეხედე? აუ არ გამოჩდება ბიჭო, აი მანქანები რო იდგა მანდ არის ერთი ტბა. ქვევით აი თევზაობენ ხოლმე კალმახზე. ნახეთ აქ როგორი ხედებია, აი უბრალოდ ნახეთ როგორი ხედებია რა. ძალიან მაგარი ხედები. ძალიან ვერ მოვასწარი ჩართვა. ის დავინახე კატე ისინი კატები თქო. თხები დავინახე, გარეული თხები. ნახეთ როგორი ლამაზი ხედებია. აქ თუ გაჩერდები კაცი და დააგვირდები. ой, ჩოულებრივად შეგიძლია დაინახო ნადირი. სამე რო დაბორია ჯიხვებია ძალიან ბევრია აქ და ჩვეულებრივად შეგიძლია ჯიხვები დაინახოთ. სხვადასხვის დურბინდი მაქვს მანქანაში. კარგი დურბინდი მაქვს, ვორტექსის დურბინი და შეიძლება რაღაცების დათვალიერება დურბინდით, როცა გაჩერდები. მაგრამ ეხლა არა, დღეს არა ინახეთ. გასაჩერებელი არის აგერ ტრაილერით გაჩერდები არ არის პრობლემა და აი უკვე ნახეთ აგერ შედიხარ სცენიკარია რო აწერია გაჩერდები და აი ტბა გვერდზე
აი ამ ტბაზე, დინარი ტბა არის და დინარი შემოდი გადის რა მან. და თევზაობ კალმახზე. მაგარია რა. აქ ნახეთ აგერ. აი აგერაც კიდე. აგერაც თევზაობ ჩვეულებრივად, როგორც მარჯვენა მხარეს, ისევ მარცხენა მხარეზეც ჩვეულებრივად არის გაკეთებული სათევზაო ადგილები. რომ ადგილები კაცი და კალმახით ითევზა, კალმახზე ითევზაებ რა. ესე არის ჩემო კარგება. ამიტომ პირველ ჯერზე ანგესი ვერა, მაგრამ ეხლა სახში რო წავალ, აუცილებლად წამოვიღებ ერთ პატარა ანგეს და აი აქ ტბაზე უნდა დავიჭირო თევზი. როგორი ლამაზი ხედებია, გახედეთ, ახედეთ. ეს კარგი, წავედი. უნდა გავთიშო, თორე მოკლე ვიდეოს გადავიღებ თქვა და ეს გამოვა კინოსავით გადაღებული. იმიტომ კოლორადოში იმდენი კარგი ადგილია, რა ვიცი, რომელი ერთი უნდა გადაიღო კაცო. კარტინგიც ყოფილა, პადა ეს მანქანებით გონგაობი. აი კარტინგები რო არის, აგერ ყოფილა ქვევით კარტინგი. სასწაული ხედები იშლება. აი ყინულის ბიჭო ამ კამერას რა უქნა, როგორ შემოვატრიალო რაღაც სადგან უნდა მოვიფიქრო რომ ეს წარმოიდგინეთ შუა ზაფხულია და ყინული სასრიალო ის არის, რა ქვია სკეიტბორდებისთვის. ღიაცის ქვეშ არის ყინულის მოედანი.
გამარჯობათ. დილამშვიდობის მეგობრებო. ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემი YouTube-ის მაყურებლებს, გამომწერებს. როგორ ახართ ბიჭებო? მესამე დღე არის დღეს, დღე მესამე დილა დადგა. სიმართლე გითხრათ, ისეთი კურიოზი მომივიდა ამ დილით, რომ რა ვიცი. ესე იგი, გუშინ გავჩერდი, საჭველი ვჭამე. და მეთქი 1-2 საათს დავიძინებ. ეხლა ნელა-ნელა გავაგრძელებ გზას, მეთქი დროს ამოვწურავ. რაღაცა იქეთ-აქით, ნელა-ნელა მეთქი წავალთქო რა. ხო და საოცრება. აი მის დღეებში აი არ მახსოვს ჩემს მეხსიერებაში, აი ამდენი წელია გზაზე ვმუშაობ, რომ აი ფიქაბზე და დელივერებზე დამეგვიანები არ მქონია არასდროს და დღეს მომივიდა ესეთი რაღაცა, რომ 2 საათით დავიძინებ თქვა გავჩერდი და 6 საათი და 40 წუთი ყოფილვარ გაჩერებული. ბენზინა 6 საათი და 40 წუთი და წამოვხდი ზევით და არიქა მეთქი ამაჩქარა დავკიჩვაშდი უცებ აპა იქით და ვითომ რაღაცა ისეთ შეგვედრაზე მეჩქარებოდეს რომ რა ვიცი გიჟივით გამოვიქეცი იუტაში ვარ მეგობრებო ესეთი ამბებია წინ ეხა საქარე მინაზე მომიწყენთ ეს არ ცილდება უბრალოდ ეხა და სადღაც 1 საათ ნახევარში მივალ უკვე გაზგასამარ სადგურზე და ჩავასხავ საწვავს, ჩავასხავ დიზელს, თან გავწმინდავ შუშებს და ავდგები და წავალ გავაგრძელებ გზას რა. და დღეს ხვალ, აი რაცა დროში ჩავალ კალიფორნიაში. საკმაოდ ესეთი სიცივია, ასე რომ ვთქვა და იმიტომ რომ გუშინ მაგალითად 94 ფარენჰეიტი იყო, საწყა 25 გრადუსზე ზევით იყო. ამინდის პროგნოზი აი მზე და სიცხე რაღაცა და ეხლა 14 გრადუსი არის. კონდიციონერის გათიშული მაქვს და სიმართლე გითხრა ცოტა ფეხებზე შემცირდა კიდევაც. გახრიოკებულია, ხრიოკია იუტაში. კოლორადო როგორი წვანე და როგორი ის არის რა, აქვეა ასე რომ ვთქვათ რაღაცნაირად, ნუ აი გახასხასებული არის და იუტა სხვანაირი ელფერი აქვს, სხვათა შორის იუტას კანიონები, აი ვალეის კანიონები, ავიცი, კაროჩე ცნობილი არის თევსოფლიოში, даже Windows-ზეც არის აღბეჭდილი აი კომპიუტერზე ჩართავთ იუტას კანიონები შიგნით რა. ძალიან ლამაზია თავისებურად. უბრალოდ აი გამწვანება არ აქვს და ხრიოკია რა. ეს ბუნებრივია ხა აქ სხვათა შორის იუტაში არის ძალიან მაგარი დინოზავრების მუზეუმი რა და მინდა რომ შევიდი, არასდროს დამყოფი არა ვარ. დავათვალიერო ნახო რა ხდება, ამბობენ რომ ძალიან მაგარი მუზეუმი არისო, აი დინოზავრების და აი ამ მისი აქვეა ეს ამხელა კლდეები და ისინი ქვევი საიდან მოვიდა აქ იუტაში ისეთი დადუღებული კლდეებია, ეთყობა რომ აი ვულკანები იყო და რაღაცა იყო და ხა როდის იყო, რომელ წლებში იყო და რაფერი იყო ეს დეტალები სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი და ყველა ვერ დავიწყებ მოტყულებას და მე ამის მოყოლას რო არ იქა მე ასე მეცნიერი ვარ და ამდენი ვიცი თქო რა ეგ არ არის მოგატყულებთ და ნუ რა ვიცი ძალიან განსხვავებული ლანდშაფტია აქეთაც და იქეთ ხო ვაფშე სხვა რაღაცა არის ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე აი ამერიკაში მაგალითად ძალიან ბევრი სამუშაოები არის ბიჭებო. მოდით ახლა ამ თემას შევეხები, იმიტომ ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, რომ აი ჩამოსვლა მინდა, მუშაობა მინდა, მართვის მოწმობა არ მაქვს, მანქანის ტარება არ ვიცი, რაზე შევძლებ მუშაობას,
როგორ შევძლებ მუშაობას და ასე შემდეგ და ნუ ძალიან ბევრი წერს ხოლმე რა პირადში და გეტყვით იმას რომ აი ამერიკაში ძალიან დიდი არის ეს ქვეყანა 340 მილიონი არის და წარმოიდგინეთ ახლა ამ ხელა მასშტაბებზე არის საუბარი სამსახურს როგორ ვერ ნახავ ადამიანი თუ სამსახური გინდა და თუ მუშაობა გინდა როგორ ვერ ნახავ ყველაფერს კი ნახავ მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ხო ხვდებით ეხლა ეძებს ასე რომ ვთქვათ მარტივ სუფთა სამუშაოს ეძებს რაღაცა იმას მაგრამ ესეც არ არის ეხლა ხო ეხლა მე მაგალითად ნუ ფერმაში ვერ ვიმუშავებ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ბოჩოლები და ბოჭუნები ცხოველების მოვლა და ის მაგრამ იქ ვერ ვიმუშავებ იმიტომ რომ რთული სამუშაოა და ჩემთვის ნუ მე ვერა არ მეთაკილებ უბრალოდ ვერ ვიმუშავებ ესეც ძალიან რთული სამუშაო არის ხო ტრაილერზე მუშაობა მე იქ ოფისები კონსულტანტები მაგალითად ანუ იგივე გამყიდველი სიტყვის ხმარება არ მიყვარს კონსულტანტებზე ვიძახი მაღაზიებში რაღაცებში და სამსახურს ნახავთ მაგრამ მაინც ძირითადი მასა სამუშაოების ანუ სამუშაო მაინც ძირითადი მოდი შემოვატრიალოთ კამერა აი ძირითადი სამუშაო მაინც და ყველაზე მეტად არაზღაურებადი სამუშაო არის ეს ტრაილერზე ჯდომა ძღოლობა მაგრამ არის კიდე მეორე ესეთი ნიუანსი ეხა პიკაპები ხო ანუ ფორდი რემი შევროლეტი ხო მაგალითად იყიდი პიკაპს სავალდებულოა და კარგი არის თუ დიზელს იყიდით მაგალითად ხო დიზელის პიკაპი ანუ სალიარკაზე დიზელზე მომუშავე პიკაპი 6 და 7 აქვს ძრავი ძალიან ძლიერი მანქანებია და ასე რომ ვთქვათ ევაკუატორებზე მუშაობენ ტვირთების გადაზიდვებით ტვირთები დააქვთ პიკაპებით ანუ პრიცეპკები ჩამბული აქვთ და ბიჭები მუშაობენ და უნდა გითხრათ რომ საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ რა ბიჭებს ერთმანქანიანები, ორმანქანიანები, სამანქანიანები მუშაობენ და ანაზღაურება კარგი აქვთ რა და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა მე მძღოლად მუშაობ ხო ტრაილერის მძღოლი ვარ მძღოლის ანაზღაურება მაქვს მაგრამ აი ვიღაცას პიკაპი რო ყავს თუნდაც ორმანქანიანი პიკაპი თავისი საკუთრებაში ის ჩემზე მეტ შოულობს ამ ეტაპზე იმას უფრო მეტი ფული რჩება ვიდრე მე ხო და ნუ მეც ვყავდა ეს პიკაპი და მუშაობდი პიკაპით დარბოდი და შოულობდი ფულს ვაკეთებდი და ნუ რაღაცა მაგრამ ეხლა ცოტა ჯანმრთელობამაც მიღალა და ცოტა ის და ნუ ახლა ამაზე არ დავიწყებ დეტალებზე და ძირითადი მაინც ანაზღაურება არის ეს ტრასაზე მუშაობა რა შოფრობა ძღოლობა ამერიკაში აი ძირითადი ლობირება აი ტვირთების იმგენის ხო მიდის საბურავებით რა საჭეზე არის ძირითადი მუშაობა და ამასთან ერთად ეცნობი ამერიკას აი მე მაგალითად რო ჩამოვედი ამერიკაში ჩემი პირველი ჯერ ხო სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი სულ დავწანწალობდი სად არ ვიყავი სად არა ვარ ნამყოფი ნაწხოვრები დავлбოდი ყველგან ისა რაღაცა და მაგრამ აი სატვირთოს გამოცდილება არ მქონდა საქართველოში სატვირთო არ მიტარებია პატარა მანქანები მყავდა სულ ღეროდი რესტორნებში მუსიკით ვიყავი დაკავებული და ეს იყო ჩემი ასე რომ ვთქვათ შემოსავლის წყარო და მუსიკა და დროსტარება კეიფი და დროსტარება და იქ რაღაცა ფული შოვა და ამით ვიყავ დაკავებული ანუ ელემენტარული რაღაცა ის ჭანჭიკების და ების თემები არ შემეძლო ახლა ზეც ვერ გამოვცვიდი მანქანაში და ალოტკებს ვერ გამოვცვიდი და არ ვიცოდი ხო ანუ მესმოდა ის რასაც ვაკეთებდი მუსიკაზე ვმუშაობდი მაგალითად და მუსიკით ვიყავი დაკავებული აგრო ჩამოვედი
რომ გავიკითხე ახლა პირველი მუსიკა გავიკითხე. ნუ არ არისო ფულს ვერ იშოვიო. ან ძალიან რაღაც ბაბასილი უნდა იყო ვიღაცა, კაროჩე მუსიკაზე ან ნუ ხო ხვდებით აღა ბაბასილი მე არა ვარ. არ ყოფილი ვარ არასდროს. ხო და ამიტომ ნუ კაროჩე მუსიკა არაო რა. მე იქ რაღაც კონსულტანტი რაღაცები ვიგენ და რო გადავხედე, აი ყველაზე მეტი ანაზღაურება იყო ტრასაზე. მანქანით სირბილი, მოძრაობა, მუშაობა. და ერთ-ერთი ყველაზე პირველი, აი რაც მასწავლეს დამაკვალიანეს, box track-იო, რა. ანუ ნახეთ, ეს track-ი არის. პიკაპით track-ი არის. და box track-ი, ანუ იგივე მაგალითად რომელი ვთქვა, აი ეს სპრინტერები და ისინი რო არის, ბუტკიანი მანქანები როა, ბუტკა მანქანები რო არის, ისიც track-ი არის. მაგრამ სპრინტერი, აი სპრინტერი Mercedes-ი რო ავიღოთ, მაგალითად, ის არის ვენი. წარმოიდგინეთ, ვენი ქვია მაგას, ხო? და დავიწყე ბუტკიანი მანქანით მუშაობა, საძინებელი თავზე რაღაც საშინელება და დავიწყე მაგითი მუშაობა. დავიწყე და ეს მასშტაბები რო ვნახე, არ დამავიწყდება არასოდეს, ჩემი პირველი რეისი იყო. ესე იგი, ნიუ-იორკიდან გადავფრინდი ჩიკაგოში, ოჰარეს აეროპორტში. აი, გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორი უცხო იყო ეს ჩემთვის. ამხელა მასშტაბები, ინგლისური არ ვიცი, არავის არ ვიცნობ, მეგობარი აქ არ მყავს, ნათესავი არ მყავს, არავინ არ მყავს. ცოლშვილით ვარ ჩამოსული და აი მე მიწევს წარმოიდგინეთ არასოდეს 6 წლის იყო ბავშვი ხო და 6 წლის ბავშვის დატოვება მეუღლესთან ერთად სახლში და შენ ესეთი სულკით მითი ზურგჩანთით ვიღაცასთან მიფრინავ და ის ვიღაცა დაკვდება და მე შე უნდა დაждდე მანქანაზე და წახვიდე ჩამოვფრინდი ოჰარეს აეროპორტში და იქ ძალიან ესეთი ისტორიები იყო რა. მე ამაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. თუ როგორ დავიწყე, როგორ ავიდგი ფეხი ამერიკაში, როგორ იყო ეს ყველაფერი, ცალკე ვიდეოს ჩავწერ. ხო და ანუ ჩემი პირველი რეისი იყო ჩიკაგოდან მონტანაში. აი ხშირად ვახსენებ მე კოლორადოს, ორეგონს შტატ ნიუ-იორკს, მაგრამ მონტანა არ მიხსენები არასოდეს რა. და აი მონტანა არის ერთ-ერთი, რა ვიცი, ზღაპრული შტატი არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი პირველი არის ალბათ მონტანა, რომ აი მონტანაში, რა ვიცი, სასწაული არის, დაათვალიერეთ, ნახეთ შტატი მონტანა როგორი არის და ნუ ძალიან მაგარი არის რა. და პირველი აი ეს იყო რომ მონტანაში წავედი და არაფერი არ ვიცოდი. ანუ საწვავი ჩაასხა, სად რა გააკეთო და ესე უცებ ამიხსნეს. დამსაქმებელმა ამიხსნა რომ აი აქ გააკეთე საწვავის ჩასხმას, აქ ამას გააკეთებ, აქ ამას გააკეთებ და წავედი და მახსოვს რომ ჩიკაგოდან 3 დღე მივდიოდი თუ რაღაცა მონტანაში ბოდიშით. აი ამას დავიდე. ჩემია ეს ქართული. და რო ჩავედი მონტანაში, ღამით ჩავედი და რო გავიღვიძე დილით. აუცილებლად სურათებს დავდები ამ ვიდეოში. დილით გავიღვიძე და რას ვხედავ? აი ამ ბუტკა მანქანიდან ჩამოვძვერი სადღაც ზევით ვიწექი. კაროჩე და ჩამოვძვერი და ჩემი მანქანის ირგვლივ შვლები, ირმები დაკონტროლშობენ, საჭმი ბალახზოვდნენ. აქეთ ყურძლები, ბაჭიები დარბოდნენ და მეთქი ეს სადავა. თან ღამით რომ მივდიოდი, ვერ აღვიქვამდი იმდენად, აი ვერ ხედავდი რა იყო. იქ სად დავდიოდი და აი თურმე რაღაც საოცრებაში ხარ და აი შენ ქართველი ჩამოსული საქართველოსთან არავის აქანი არ იცნობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქართველები არიან და ძალიან ბევრი ხალხი და შენ არავის არ იცნობ, არაფერი არ იცი, იცი მარტო რუსული, ყავს რუსი დამსაქმებელი და აი ამ სილამაზეს ხედავ, ხო, ამას ხედავ ყველაფერს და შოქში ვიყავ.
და უნდა ვთქვა ის რომ უბრალოდ აი წელიწადი მგონი ვიარე ამ ბუტკა მანქანით რა კომპანია შევიცვალე მე წელიწადნახევრის მერე ჩემი ვიყიდე საკუთარი ძველი იაფიანი და იმითი მუშაობ და აი დავიწყე ტრიალი ხო აი შტატებში სიარული გავიგე იქ სასაზღვრო ზოლი სად იყო კანადა სად იყო მექსიკა სად იყო და ეს ყველაფერი გავიგე და მივედი იქამდე რომ აი მე უკვე თამამად შემეძლო რომ აი უკვე ჩავერთი ამ ყოველდღიურ რუტინაში ამერიკულ ცხოვრებაში და უკვე ისე აღარ მიჭირდა ინგლისურს პატარ-პატარა რაღაცას ვამუღამებდი ამის შემდეგ უკვე მე გაფუჭდა მუშაობა იმ ბოქს ტრაქზე მუშაობა არ იყო დიდად დღეები მიწევდა დგომა ტვირთები არ იყო მე იაფად იყო ტვირთები ეს იმისი ბროკერების და დისპეჩერების მაიმუნობის დამსახურებაც არის კიდე უნდა გავუსვა ხაზი და მე მოხდა ის რომ პიკაპი ვიყიდე ორმანქანიანი პიკაპი ავაწყე იქ უკვე სხვა მასშტაბები იყო, სხვა მუშაობა იყო, იქ უკვე სხვა სისტემა არის, უფრო სულ დიჟენია რაღაცები და აი შემდეგ უკვე მე რო დავეუფლე, ესე იგი პიკაპი, ჩემი პიკაპი თავისი პრინციპით იყო რო არ მოვიტყულო, სადღაც 18 მეტრი მგონი, 18-19 მეტრი იყო და პირველად დავინახე, ვაიმე, მე ვიფიქრე, ამაზე უნდა დავждე თქვა, ხო და რო ვისწავლე, იქ ცალკე წვალებები იყო, რამდენი ტანჯვა მაქვს გადატანილი ვინიც, რამდენი წვალება მაქვს გადატანილი და რამდენი რაღაცა Salt Lake City-ში დამაყაჩაღეს, იდეოდ იყო ესეთი ფაქტი, რომ გამქურდნენ. კი არ დამაყაჩაღეს, უფრო გამქურდნენ რა, მანქანას გამიტეხეს, მანქანაში მეძინა და გავიგე და ნუ ისტორიები იყო მაღაზიას და ძალიან ბევრი ვიწვალე, ძალიან ბევრი მაქვს ნაწვალები და შემდეგ უკვე მივედი იმ დასკვნამდე, პიკაპიც დამიძველდა და მივედი იმ დასკვნამდე, რომ აი მე ეს პიკაპი უნდა გავყიდო, მე უკვე ამერიკა კარგად შევისწავლე, ინგლისურიც რაღაც დონეზე დავამუღამე, გაქცეულს მოვაბრუნებ და всё, მე უნდა ავიღო CDL მართვის მოწმობა და მე უნდა დავჯდე ტრაილერზე. და მართლაც ავიღე CDL არ გამჭირებია. კარგად მარტივად ავიღე CDL არ გამჭირებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანების აი ნაწილები, ხო, აი ძალიან ბევრი ვიცოდი, რას რა ქვიოდა. ის ტარებაზე ხო პრობლემა არ მქონდა, არასდროს აი იქ დაჟე სკოლაში რომ გვასწავლიდნენ CDL-ზე, იქ უფრო პატარა მანქანები იყო სატარებელი, ვიდრე მე მყავდა. პიკაპი ორმანქანიანი. უბრალოდ ის ცოტა მაღალი იყო და რა პიკაპი დაბალია და გრძელი, მაგრამ მაინც გაბარიტებში, მაინც და არ გამჭირვებია. CDL ავიღე და დავჯექი ტრაილერს. აგე წელიწადზე მეტია ტრაილერით მუშაობდა. უნდა გითხრათ, რომ აი რატომ მოვყევი ამ ხელა ისტორია, რომ აი რამდენი ხანია ამ გზაზე დავდივარ. ეხლა შევატრიალებ კამერას და გზას შეხედა. ამდენი ხანია ამ გზაზე დავდივარ და თქვენ წარმოვიდგინეთ ყოველ ჯერზე ახალ რაღაცას ვნახულო. ყოველ ჯერზე ახალი რესტარიები, ახალი რაღაცა ზაპრავკები, რესტორნები, რაღაც ისინი და ძალიან ბევრი და კარგი რაღაცების გადაღება შეიძლება. მაგრამ არ არის ყველაფერი ისე ახლა დრო ისა ამბები და ხან გადარბენაზე ხარ, ხან გადმორბენაზე ხარ და ასე რომ ვთქვათ, კაროჩე სულ ვერ ახერხებ კარგი რაღაც იმას ვიდეოების გადაღებას და რაღაცას, მაგრამ თვითონ აი ეს ტრაილერი და იმ გზაზე მუშაობა ამან მე მომცა ძალიან ბევრი რამ. შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცასაც მართმევს. მიხდით? ძალიან ბევრ რაღაცასაც შეიძლება მართმევს ეს ამბავი. მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცები მომცა და ძალიან ბევრ რაღაცას მაძლევს და
ყველაფერი ყველაფრად ანაზღაურებაა პირველ რიგში, რომ რასაც აქანე ანაზღაურებას გამოვიმუშავებ, მაგრამ იმ ანაზღაურებასთან შესაბამისი წვალებაც გიწევს და შრომა გიწევს ამერიკაში, რაც უფრო ასე რომ ვთქვათ რთულ სამუშაოს აკეთებ და ასრულებ, მით უფრო მეტ ანაზღაურებას ღებულობ რა. ეხლა მაგალითად თქვენ წარმოიდგინეთ, აი სექტემბრის ბოლოს მართვის მოწყობას გაზრდის ვადა. აი CDL-ის მართვის მოწყობას გაზრდის ვადა და აი ერთი მიასედის რაღაც მისხალი რაღაც არსებობს, იმისი შანსი რაღაც აი სადღაც, რომ მე აი CDL-ის მართვის მოწყობა გავაგრძელო. მაგრამ ნუ მაინც ვფიქრობ, რომ ვერ გავაგრძელებ, არ გამიგრძელებენ რა. და ეს დღევანდელი პოლიტიკის თემა არის რა. ასე რომ ვთქვათ, ამის ბრალი არის დღევანდელი პოლიტიკის, თორე ეხლა წარმოიდგინეთ, მე ამდენი ხანია 4 წელია ტრასაზე დავდივარ, 4 ჯარიმა არ მაქვს. და რა ვიცი, ძალიან მაგარი მართვის მოწყობა მაქვს, ძალიან მაგარი ისტორიით და CDL-ზე ხო საერთოდ დარღვევა არ მაქვს. და წარმოიდგინეთ, რა ვიღაცას რო დააჯენ, მე რო ჩამოვსვა ეხლა მანქანიდან და აი ვიღაცას გუშინდელ ბავშვს რო დასვამ და არც მაგაზე არ მაქვს წინა არაფერი საწინააღმდეგო, შეიძლება გუშინდელმა ბავშვმა მე მაჯობოს და გადამჯოկროს, მაგრამ ჩვენ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ, არათუ ქაღალდზე. ხო ხვდებით? გზაში ქაღალდი არ გაძლევს, უსაფრთხოებას გაძლევს ეს და გამოცდილება. ნუ ხო, ამაზე არ ვისაუბრე, რაღაც ვიდეოს დიდად არ გამასვიზავ და ბევრი რაღაცა მომცამია ამან და აი ეს ყველაფერი, ნახეთ რა ხდება. ნახეთ აი ეს მზერო ეხა ამას რო გადაანათებს და რაღაცნაირად აი თუნდაც ის ძროხები რო იქ ბალახობენ, ბალახს ძოვენ და იქ იმ დელოზე რო უკვე იწყებს აი მზე რაღაცნაირად წარტყმას, პირის გაღებას რო იწყებს მზე, ასე რო ვთქვათ, ხო? ამაშიც კი მე ჩემებურ სილამაზეს ვხედავ. და აი ყოველდღიურად მე ამით ვიმუხტები და მე ვამბობ, აი თამამად ვიძახი იმას, რომ აი ეს პროფესია, ძღოლობა, რასაც ქვია, ძღოლობა და ამხელა პასუხისმგებლობა, ამხელა მანქანის ტარება ჩემთვის არის სასიამოვნო მისაღები და ძალიან მაგარი. იმასაც ვიძახი, რომ როდესაც საქართველოში დავბრუნდები, თუ შევძლებ, მექნება ამისი შანსი, საშუალება, რაღაცა და ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი დაწყნარდება და ყველაფერს ეშველება და ყველას გვეშველება, მინდა რომ ტრაილერზე დავждე და ევროპაშიც წავიდე სამუშაოდ და აი ევროპა სრულად მოვიარო, მთელი ევროპა, თუ იქნება აზიაც მოვიარო ტრაილერით, ეს ყველაფერი ვნახო, ყველაფერი შევისწავლო და შემდეგ უკვე იმჟამინდელ მართვის მოწმობას უბრალოდ ავდგები და ესე ლურსმანით გავხრიტავ და ჩამოვკიდებ კედელს. მერე როცა დავბერდები და ჩემ შვილიშვილებს და მომავალს მოუყვები ამ ყველაფერს. აი ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოვალ ახლა და იქ რაღაცა დავждებით და აი ბიჭები რო დაიწყებენ საუბარს ამერიკა და რაღაცა და მე იქ ჩემებურად ჩავერთები, მიხდით? და ჩემებურად მოვყვები ყველაფერს, ჩემებურად ავხწერ და ჩემი დანახული თვალით ამერიკას მოვიტან რა, გადმოვიტან და რაღაცა ხო გეუბნებით, აი ფილმებით სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი, ფილმები სხვანაირად არის. აი ადრე იყო ესეთი გამონათქვამი ტერმინი იყო, რო დაგარტყამ ამერიკაში გადაგაგდებო. ბავშვებმა ვიცოდით ესე თქვა, შტერული თქვა, დაგარტყამ ამერიკაში გადაგაგდებო და ანდა ესე იცოდეთ, გინდა ამერიკა დაგანახო და ესე ხელებს უკან გაგაწევიდნენ და ყურებით ქაჩავდნენ ასე ზევით. სისულელე იყო ბავშვებმა და ამერიკა და აი რო ჩამოვფრინდი, რო ჩამოვედი
ამერიკაში და აი რაღაცა სხვას ველოდებოდი და სულ სხვა რაღაცა დავხვდა რა. სულ სხვა რაღაცა კარგიც არის და ცუდიც არის. ძალიან მაგარიც არის და ისე მაგარიც არის რა. კაროჩე და ერთი სიტყვით შემოკარგებობა. გამეწელა ვიდეო, მაგრამ ამ მომენტს თუ არ გადაახვევთ და ამ მომენტს შეხედავთ, კაროჩე თქვენ აი ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ, თქვენთვის ძალიან ბევრ, ანუ ვინც ამერიკაში ხართ არა, ვინც საქართველოსთან ხართ და ვინც არიცით აქაურობა არ ხართ აქ ნამყოფი, ძალიან ბევრ უცხო რაღაცას, ასე ვთქვათ, მოისმენთ და გაიგონებთ ჩემგან აი ამ კონკრეტული 20 წუთის დიალოგში. ეხლა მე გაგეთიშებით, ცოტა მოგვიანებით და შემოვალ, ცოტა მოგვიანებით ჩაგერთებით, უნდა საწვავზე უნდა გავჩერდეს, საწვავი უნდა ჩავასხა, რაღაცები. ოჯახში უნდა დავრეკო, მოვიკითხო როგორ არიან, გათენდა უკვე ჩემთან ბრუკლინში 9 საათია. ნიუ-იორკში 9 საათია, ჩემთან 7 საათია. მერე უკვე ჩემთან ხო 7 საათია კი 7 მე ჩემთან 6 გახდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 3 საათიანი სხვაობაა კალიფორნიასა და ნიუ-იორკ შორის ეხლა გაგეთიშებით ბიჭებო და ცოტა მოგვიანებით დაგიბრუნდებით.
Arizona თები ჩავასხა მიჭებოდა წავიდეთ და წავიდეთ უნდა ვიჩქარო აუცილებლად იმედია რიგები არ დამხვდება ახლა უი არავინ არა რიგები შვენი ერი კარგია ანდოგაც მიკროფონი ვერ ჩავთე იმის კამერას ამიტომ ცუდი ხმა თუ იქნება არ მიწყინოთ მაგარია რა სახლი ავტობუსი და უკან იქ პატარა მანქანა ეყოლება ან მოტოციკლეტები ეყოლება შიგნით გულაობს ხალხი გულაობენ არა ისე საინტერესო არ არის ეს არის ძალიან დიდი ტრაქსტოპი რა თიე არიზონაში აქ ჩერდება ძალიან ბევრი საწვავის ჩასასხამად და იმიტომ მე კალიფორნიაში ნევადაში და კალიფორნიაში ძვირია საწვავი და აქ ჩერდება ძალიან ბევრი და ძალიან დიდი ისა სადგომი ხო და ბატონო ჩემო არის ფასიანი ადგილებიც და წარმოიდგინე ეს ხალხი არ ყველა დგას ადგილები სავსეა და ეს უკან შევასწავლეთ ვიღაცა ეგოისტივით მარტო განაფასია გზას ოკეი მოვედი აი ასე აი ახლა ეს იყოს ასე ფანჯრები ბიჭო ეს ასე გავასწოროთ ეს ასე და ეს გავთიშოთ Tori, Tefi, Keshadoan skip, Vida, Ala, no, Yekalaidi, Asechimwadano. So, Tamodi aba, Chriala dizeli, Chawas Hakaka Sato, microphone არ დამიერთებია ბიჭო კამერაზე. შეიძლება ცოტა ქარის ჯანმაგარი და ცოტა ცუდი ხმა კონდეს, მაგრამ განახლებთ ახლა სრული პროცესის საწვავი როგორ და რანაირად ხდება აქ. ამას ცოტა ისა მოვიდა თბილი დიზელი წამოვიდა. აი ასე აკრო და სწორად და როგორც სოფიანი ძაღლი ისე გამოგეკიდება შლანგი. აგერაც ხა მეორე პისტოლეტი ჩავდათ შიგნით ჩემო ბატონო ზეგი ნებრასკაში რო ჩავასხი წავი ნებრასკის შემოსასვლელში არიზონაში ვასხამ უკვე საწოლს აი ასე ეხა ავიღო და აი ახალი წყალი ჩაუსხია აი ეს ლურჯი წყალი ხო ვერა გავიგე რა არის საჭიროა რომ აიღოს კაცმა რაღაც კაფსულები არის სპეციალური აი ამას რო წაუშვებ შუშაზე აი ნახე როგორ არის ის გაზმოტყული და ესე დავარყვა ეხლა ესე ვაკაფის გასაცა ის დაფება და აი ესე და ნახე როგორ აცილებს სმუტლებს აი არა მაინც უჭირს ბოლოს ამას ჩოტკი რაფერ მოაცილებს რეზინის ჩოტკი როცა ნაჭრის ჩოტკი ვერ აცილებს საშინელება ის წერები აიოვაში და ნებრასკაში ვაიმე ისეთებმა იცის მოკვრა არაფერ მოცილება აი როგორ დახერხვა
კიდე არის მეორე მომენტი. ესე ვშოვი, ახლა ეს დავარბილებ კარგად. ყველგან წაუსვებ ასე. ავქაფავ. ასე ყველგან წაუსვებ და დავტოვებ ზეთი. არა პირველი პირი მაინც უნდა ავაცხადო. და ასე დარბილდება ახლა ეგ. ასე დაარბილებს. მაგრამ მე მივადგები გასათვლელად. ახლა რა ამბავია? საშინელება. აი. ესე დავასხავ და ჩიზიდელებს ვერ ვწოვი. რო აუწიო და ჩიზიდელების ქვივითაა კიდე. ძალიან ბევრი კოღოები. წერები, არა უშავს. ესე მართლა ვინც ევროპიდან მეყურებს ტრაილერის ძღოლები, ევროპაშიც ასე არის? ეს წერები. საშინელი მოსაცილებელი. როგორ უმკლავდებით, რითი უმკლავდებით, რითი აცილებთ. აი ეს კაცი დავახლა. კარგად. და მეორე პირს, მესამე, მეოთხე პირს რომელიღაცაზე მოაცილებს. შეადგენი ბუზები შვიდება შენ წყალში. დავაი კიდე ავთანდი. ასე დავტოვებ ახლა და სანაცვლოდ ჩაისხობა. ჩავკარგებო. ესეც გაიწმინდება. არაფერ მოშორდება. საშინელება. ესე ნახეთ გვერდში შევძეთ რამდენი. კასარეცხია მანქანა მაგარ. და უნდა გავრეცხო. ბაკები თითქმის სარიელი მაქვს. ძალიან საკაიფოდ უნდა ჩავიდე საწვავში. მე კალიფორნიიდან წამოვალ და ისე ნებრასკაში ჩავასხა. მე ხედავ გაფრიალდა. ასე. ასე. ეს ამასაც უნდა გაფრიალება. რაც არის მოკლე. როგორ ჩამოაწყლიალა. ამას საცაგენ ასე კარგად ვუსვით ესე როგორ გააყრიალა აი ეს ასე მე ამჯერზეც მოვიდახება საშინელება ეს კოღონი აი მოკოღონი ასე ოღუჭუნე შემაინც აღშორდება რამდენია გზი საბურავებს დავხედავ ეს ვექენი ვეკეთებ და წავიდეთ წინ მეტანი კაცრი შტატი გველოდება ჯოხი არეტევა ჯოხი აუშოს ვიდო იმას
აჯობებს იგივე თავს. ეს იყო თელი პროცესი. Pochutxunები რამდენია გზად? ოღონიერი. ქვეყანა. ასე. ხლაკით. ეს ჩამომბალი იყო. ვნახოთ ახლა თუ მოცილდება pochutxunები. წერუკები. ასე. მაღალია. ეს მაგალითად. წინა მოდელები ხელესტეპლო არა. შუშა. ეს დამბალი იყო. მაინც არ მოაცილა. საძაღლობა. ეთხოვება საძაღლობა. საშინელება. არაფერშობდი. მას კარიშა ჯობია. საშინელება. ჭუჭურდანაში ვიყურებოდი, ჭუჭურდანაში. ვიყო იმა ჯობი. აშკარად. რამდენი უსასუნე. ჩოტკი. ანა მაინც არ აშორებს. Yes. Avata, c'era da mai também esse. Aqui andem desneria, point. Câmera saca o pindot. Como Johnny. Nice. So, ამდენი შევიდა. $669 სათავე შევიდა ბიჭო. და ნახე რამდენს დაიმატეს ახლა. შეიძლება ახლა რამდენი დაიმატოს. ვიჯი. ჩამხედო თუ სავსეა, მაგრამ მაინც. აბა. ეს კაია ტუგი. ორა 75 გალონი ჩადის ბიჭო. ამაყაი მაგის ბატლებში. ბატლებია 275 გალონია. მაინც ამბენი ისხობა. სასამართლო იყო იქით. შევედი რამდენი ჩადის კი. არ შეიძლება. აქეთ იქი ჩავასხე. პეიდო არა. მაგრამ მას კიდე ჩავა. იქით მაგრამ ჩავა. მოდი ხა იქით. კოუჩუნები გავწვით 715. პროექტი 670 და 715. ახლა უყურს. დავიდა. ავა 760-ია ვა. 770-ია ვა. Agora verão.
ნელა-ნელა თუ ჩავასხავ ავიღან, კი? ნელა-ნელა თუ ჩავასხავ, იქითაზე იმატებდა ჩვეულებრივად. აგერაც იმატებს 756. ახლა და ჩავა, ჩვეულებრივად. ანუ როგორ ითიშება მისტადები მე $100 საფავი ჩადის კიდეში. ახლა 760 კილო ჩადის. კი იმპრესია, მანქანა გათშული. აირა. და კილო ჩადის კაფეა პროცესის. 767. ო. სამოცაროა. ვიდეო არის ჩავასხა, მაგას სამოცარს. არის. $769 ჩავიდა. მე ჩავაგაც ჩაოლები. თან ახლა საწვავი გაიაფებულია. $5 და მეტი ყიდა საწვავი. აი გადავედით ახლა დევზე. ოკეი. ამას ვერ ვიტან ყველაზე მეტად. სუნი აქვს საშინი. სტალები დავუდგოთ და დავა ჩაასხეს. всё. დავედი ბიჭებო, გაგეთი შევით და კარჩე. ხა ვიზუალურად შევამოწმებ საბურავები. ყველაფერი დგას. ტვიტი ჩატემაგ და ეთყობა კიდევაც და ეს შობი ხოლმე ხელით. ხელითაც მოვშოვი. მატლაბები კარგად დგას. არავის გოუქურდი ვართ, ლომბიადებს. ბატონო ჩემო, ეს ვიღაცა მოხენძა. არ ვიცი. აი, ასე დაუბაგროს. საკმარისი იქითაც ყველაფერი არის. ეს არის რა. ეხლა ლაითად. ვიტო ამ დილას გავაკეთე. ჩაკუჩებით. სპეციალური ჩაკუჩი მაგამიზა და დაუბრაგუნებ ჩაკუჩს და всё. და სასწორებზე რო გადაივლი, თუ საბურავები დაშვებული გაქვს რომელიმე და ვერ ხედა. სასწორზე შეგიყვანებენ და დაგაჯარიმებენ. ბატონო ჩემო. შლაგები. ყველაფერი ადგილზეა. всё. короче. ეგ არის და გორის ციხე. დავედით ახლა. დავყიდოთ ესა. მანქანა სულთანყოს. როგორც ყოველთვის. всё. აი ეს ვეთი და ასე. აბა, ეს იყო და ეს. წავედით. короче, გვიან ჩავთე. კალიფორნიაში ვარ ახლა და გვიან ჩავთე, უბრალოდ გვიან გამახსენდა, ახლა გამახსენდა კი არა, ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ეხლა დააკვირდით მარცხენა მხარეზე როგორი საცობი არის კალიფორნიიდან იუტას მიმართულებით, ნევადის მიმართულებით. უბრალოდ დააკვირდით, ეხლა მოძრაობ 59 მილი საათში და დააკვირდით ამას. ეს რა ჯოჯოხეთი ხდება. просто უყურეთ რა არის და აგ მაპი მაქვს გახსნილი და მაპზე ხალხი წერს, რომ დილიდან ვდგევართო უკეო, короче, ასე გაურყევლად უბრალოდ მანქანების რაოდენობას დააკვირდით ხალხმა. ღმერთმა გადმომხედა, რომ ეს საცობი აქ მხარეს არ არის. ხალხი გადმოსულია მანქანებიდან, короче და რა ვიცი, სასწაულია, просто ნახეთ რა ხდება რა. როგორი საცობია. დააკვირდით 59-60 მილი საათში მოძრაობდა. просто შეხედეთ რამდენი წუთი ვივლი ახლა საცობში. ერთი 10-15 წუთია მოვდივარ ეს საცობი ასე რომ მოდის მეტი და 15 წუთი მეტი კიდე. უბრალოდ დააკვირდით, აი მე ძალიან მაგრად მაინტერესებს როდის გაწყდება საცობი.
ბიჭო ეს რა ხდება, ეს მაგარი მარჯვენა ზოლში უნდა გადავიდეს, ვიც ვერ მიდის სწრაფად, ვისაც ტვირთი აქვს, ვიძია მაშკაცია ეგი, დამეიჩინა თავი, გადევიდა ზოლში. ვაი, ეს პატრონს, ამას უყურეთ, პროსტა ნაკადი არ წყდება საცოვის. და რამდენი ხანი მოვდივარ და რამდენი არ გადავიღე კიდე. ლამის სიმიდან იწყებოდა, რა ქვია. ნევადა, კალიფორნიის საზღვრიდან იწყებოდა ეს ამბავი რა. ექსაცობი და ტელეფონმა დამირეკა და ეს ტელეფონზე საუბრობდი და ამას უყურეთ პროსტა. ბიჭო, ეს რა ხდებას? აგა ნაკადი მოდის და მოდის. არა და სხვა გასასვლელი არა გაქვს, სხვა წასასვლელი არა გაქვს, სხვა გზა არა გაქვს. აი უნდა მოხვიდე და იქედან აი მანქანები მოდიან და აი აქ წყდება ნაკადი, კი, აგერ გასდა ნაკადი. ღმერთო შესახელზიდება, ღმერთმა გადმომხედა, რომ ეს საცობი აქ არა. და რა ხარაკირს გევიკეთებდი რა. რამდენი, რამ სიგძე საცობს. ეხლა ბიჭებო განახეთ. ტელეფონი გამავიწყდა სურათები რო გადავუღო. ეხლა განახეთ როგორ ჩავხსნა ტრეილერი. როგორ ჯობია ჩახსნა, ყველა სხვადასხვანაირად ხსნის. აი მე განახეთ მე როგორ ხსნა ტრეილერს და გაითვალისწინეთ ესე თუ ჩახსნით ვინც მერი აიყვანს თქვენს მერე ტრეილერს ის არ გაწვალდება უბრალოდ. პირველ რიგში გამოვიღოთ ფიფტვილი. არ იწევა. წინ და უკან უნდა გავწიო, გამოვწიო. აქ ხოლმე ტრეილერებს ამის პრობლემა. ეხლა ნახეთ ეს ვიზო. დავაპარკინგებ ტრეილერს. ასე. და გავუშვებ მარტო ბოფთეის. და აჯაჯგურო რა. ანტი. უკან ასე. ცადოთ ახლა, აბა თუ გეიშობს. ოკეი. ნახოთ. ახლა თუ გეიშობს ფიფტი. უნდა გაწიო გამოწიო ხოლმე. გაიშო. დაერეთ. შელა მაგრამ ფიფტვილი გამოვიღე. ახლა ლენდინგს დავუშვებ. ლენდინგი არის. ასე. ეცადეთ და მაღალი აბაროტებით არ დაწიელდება. ასე. ამას ახლა ესე გავუშვებ. ოკეი. ასე შემოვკარგებო. ასე და ნახეთ ფეხს ბოლომდე არ უკეცა არუშ. დატოვებული მაქვს. აი ასე. ნახეთ ფეხი არის მოსლავებული. სლავათა. ეხლა შანგები. აი არ დავკეტავ, აქვე უნდა ავიღო ტრეილერი და ავიწვალე. ეს იყოს ესე გაშვებული. გვერდზე დგანა ჩემი ტრეილერი და არ ჭირდება მისი ჩალიჩი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ჩატკები აქ იყოს. ეხლა ვაკეთებ ესეთ რაღაცას, ნახეთ. ფეხები არ დაუშვი ტრეილერის. აი ეხლა დავაჯენ სატვირთოს. Give me 1 second, please. აი ტრეილერმა დაიტკაცუნა, ტრეილერი დადგა ფეხზე. ბოფთეილი დაიწია ძირს. ესეთი ძალიან მარტივი манипуляციით ესე მარტივად ნახე, არაფერი არ გლაჯუნობს, არაფერი არ ჯაჯგურობს. ესე ტკიცინათ და ლამაზად გაიწია ტრეილერი. მე ვინც ჩაიმბავს იმ ტრეილერს
შემდეგი პიროვნება რო შედგება ტრაილერი ფეხზე აიწევა და ადვილად დაატრიალებს ტრაილერის ფეხს. წავედი ახლა გაგეთიშებით. ვადროებით. ესე იგი ჯიგრონიებო ბიჭანჭურებო და გოგონებო ჩახსნა ხო განახეთ. ეხლა განახებთ ჩამბას. და დავამთავრე ამითი კონცერტი. და სად არის ჩემი ტრაილერი ახლა? ჩემი ცარიელი ტრაილერი საცხა აქ უნდა ეყენოს. 909352909. აი ეს მინდა მე. აბა ვნახოთ. ესე იგი, როგორც წინა ვიდეოებში გითხარით, არ ვიცი რა ვის გამოადგება ეს, ვის არ გამოადგება. აი ის მეთოდი, რომელითაც მე ვხსნი ტრაილერს და ვტოვებ არის ჩემი აზრით ყველაზე ნაღდი და გამართლებული. თუ ეს ტრაილერიც ისი არის დატოვებული, როგორც მე ვტოვებ ხოლმე ჩემებური ვერსიით, ძალიან მაგარი იქნება და ძალიან მალე ჩავიგო. აბა, ნახოთ ახლა ვინახი. თუ ტრაილერი მაღალზე არის აწეული და არ დააკვირდით ჩამბის დროს, ჩვეულებრივად შეიძლება ჩალეწოთ ტრაილერის სპოილერები და ახლა განახეთ რაზეც გეუბნებით. წამონდეთ. ახლა ნახეთ ბიჭო რას ვიძახოდი. აი ნუ და არა აქ არა. ნახეთ როგორ არის კარგაძია. ახლა ამას ჩაატაკებ ბოლომდე და ჩაჯდება ჩვეულებრივად ტრაილერი. ხო იგი თუ ვინ იცობა ტრეილერი არის მაღალზე აწეული, ხო? აი ამას რო შემოყავს აქეთ ბევრი არ უყურებს. ტრეილერი მე კინგპინი ხტება 15-ზე და ეგენი იმტრევა, სპოილერები იმტრევა, მე ტრეილერი ეცემა და მე იწყება რა ვიცი სასწაული პრობლემები. ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი, რომ ეს იყოს ისე, იმიტომ ვტოვებ მე ტრეილერს ცოტა ოდნავ დაბალზე და სხვა რო შემოვა და ჩაჯდება და ჩააჯინს. ზედმეტი მანქანიდან გადმოსვლა არ არის პრობლემა, პირიქით. კარგია. აბა. ასე ვქრათ, აი. ჩავაბათ ახლა. ეს ხალი მიყურებს და მეუბნება, შენ რას აკეთებ და მეთქი ვიდეოს წერეთ. YouTube-ზე. აი, ჩაჯდა. მე YouTube-ში ვიდეო და ხო მე ვთხარ. ხამა გადავთოთ ახლა წინ. გავქაჩოთ, აი, უეჭველი არის ჩამბული და არის უსაფრთხო. всё, ეს არის ყველაფერი. აი, ამას გავიყვან და სურათებს გადავუღებ და ეგა. დღეს აქაურობა არ მუშაობს. ხალხიც არავინ არ არის, მარტო ახრანიკი არის ეს ხან. ბაი. ძალიან მაგარი ხალია. ექსიკელი. აი ეს ერთი ლურჯი ας წითელში აი ესე yeah sure it's short აი პატარა ადგილია და არაურა დაწვალებელია ითებული არა უშავს ეხლა ცოტაზე აუწევ ამას ფეხს. ეს. შეიძლება პატარაზე აუწიო, მე გააჩოჩო. მე ჩამოხვიდე და ეხლა პროსტად გავწევ ამას ბოლომდე გავიყვან ეს ხალიც. შეამოწევს რომ ცარიელი ტრეილერი მიმყავს და არ მიმყავს მისი ტრეილერი და წავიდეთ და წავიდე. ეხლა მივდივართ პიკაპზე. მე დავისვენეთ. ახლა ამ წვალებას გამეწია ეს მანქანა არ ჯობდა. აი ეს კარგად აუწიოთ ფეხი. შემდეგ ესე დავუწიოთ. ой, ეს რა უბედურად არის. ეს ჩაშდა. всё. ახლა ამას გავწევ, სურათებს გადავუღებ. ყველაფერს და всё. ახლა
წავოდ და წავოდ, ეგენი ჩამბულია ფირთვილი. დარწმუნებული ვარ, რომ არც არ წავა. იმიტომ მე როცა ვამბობ, და ეგ დაატკაცუნებს. მე ემავშვები. წინ ვქაჩავ ხოლმე და ეგ არის რა. არც არ წავა. ება ხო ნახოთ. ეს ასე იყოს და წავით. აბა, ოღო. ჰაერებს კარგად დომბავს. ჰაერების პონჩი მომწონს. აი ნახე როგორც ცუდად უყენია. ტრეილერი იქ დიდი ადგილია, აქი პატარა ადგილია. ой. აი გავწიოთ კარგად. მყარებები დაიკეტოს. არ ეყოფა სიგრძე. ეხლა ეყოფა. დავალ ეხლა სურათებს გადავიღებ და ეგა. მოგეთ შემოკარგებ ამით გემშვიდობებით და შეხვედრამდე. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო.